საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი. 2025 წლის განმავლობაში საქართველოს საფონდო ბირჟაზე ჯერჯერობით არც ერთი გარიგება არ შემდგარა. ამის შესახებ საფონდო ბირჟის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. 2024 წელს კი გარიგებების რაოდენობა 42-ს შეადგენდა, ვაჭრობის მოცულობა კი 357,000 ლარი იყო. ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატის მიმღებ თანამდებობის პირთა სიას რამდენიმე დაემატა. შესაბამისი ცვლილება შევიდა პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობის, ასევე პირობების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში. ცვლილება მთავრობამ 15 აპრილის დადგენილებით გამოსცა. თბილისის ავტობუსის კონტროლერებს ახალი სტილის ფორმა აქვთ. თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ 2,100,000 ლარი დახარჯა იმისთვის, რომ მათთვის ახალი ტანსაცმელი შეეკირათ. ახალი ფორმა მწვანე ფერის არის, მაშინ როცა ადრე კონტროლერებს ლურჯი ფერის სამუშაო ფორმა ეცვათ. მოგესალმებით, ეს საქმიანი საღამოა, გადაცემა ბიზნესზე, ეკონომიკაზე და გეოპოლიტიკაზე. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები ვართ გიორგი თოლორდავა და გიორგი არონია. დავიწყოთ. საქართველოში რეგიონული მინისტერიალი იმართება, რომელშიც საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობენ და რეგიონის პოტენციალზე და სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებზე საუბრობენ. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოს აქვს სურვილი რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას და საერთო ინტერესების განსაზღვრას ხელი შეუწყოს, რადგან კავკასია სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონია, რომლის სრულად რეალიზებისათვის სამივე ქვეყნის კონტრიბუცია არის საჭირო. როგორც პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი ალექსი მატუა ანალიტიკაში ამბობს, ოპერაციული ბანკები საერთაშორისო სანქციებით ნაკარნახევ მოთხოვნებს ზედმიწევნით იცავენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ SWIFT-ის გადარიცხვების შეჩერება და ვიზასთან და MasterCard-თან პარტნიორობის შეჩერება მოუწევთ. კითხვაზე მოქმედებს თუ არა ქვეყანაში არსებული ტურბულენტური პოლიტიკური გარემო ბანკის განვითარებაზე, ალექსი მატუა პასუხობს, რომ კი, რადგან თუ 2 წლის წინ ბანკის საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურ ექსპანსიაზე ჰქონდათ საუბარი, ამჟამად ინვესტორებისგან უფრო მეტი კითხვა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისმის. ნებისმიერი სანქცია, რომელიც დაწესდება, ხო, ჩვენ 100%-ით უნდა დავაკმაყოფილოთ ეს აქ იმაზე კი არა საუბარი გვინდა არ გვინდა ან ისე სწორია თუ ასე სწორია, ეს არის სანქციის თავისი ჩარჩო, თავისი წესი და სტანდარტი აქვს, როგორ უნდა მოიქცეს ბანკი. სხვა შემთხვევაში ბანკი არ იარსებებს და ვერ განახორციელებს ტრანზაქციებს და ვერ იქნება მაშინ ბანკი. ამიტომ აქ კითხვა და ეს შეგვიძლია ყველა ბანკზე განმაზოგადოს. ნებისმიერი ბანკი, რომელიც ანუ საბანკო სექტორი მაინც ერთი ესე ვთქვათ სქემის ქვეშ მოქმედებს, ხო, იგივე SWIFT-ის გარეშე ბანკი ტრანზაქციას ვერ განახორციელებს. MasterCard-ის და Visa-ს გარეშე გადახდები არ განხორციელდება ბარათებით საერთაშორისო დონეზე, ლოკალურ დონეზე რა გარკვეული ტიპის არის სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვანაირად, მაგრამ ჯამში საერთაშორისო საფინანსო ჯგუფის წევრები ვართ ყველა იმისთვის, რომ ვიოპერიროთ, ხო? იგივე i5-ზე რო ვილაპარაკეთ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ასე ვთქვათ, თუ სანქციას არ შეასრულებთ, პარტნიორი ვერ იქნება. 2025 წლის განმავლობაში საქართველოს საფონდო ბირჟაზე ჯერჯერობით არც ერთი გარიგება არ დადებულა, როცა შაშან 357,000 ლარის ჯამური მოცულობის 42 გარიგება შესრულდა. ვაჭრობის რაოდენობა და გარიგებების მოცულობა, რომელიც შაშან დაფიქსირდა, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი 2023 წელთან მიმართებით, მაგრამ მთლიანობაში საქართველოს საფონდო ბირჟა ქვეყანაში კაპიტალის მიზიდულობის ცენტრად ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა. გასულ წელს გარიგებები ლიბერტი ბანკის, საქართველოს ბანკის და თელასის აქციების მონაწილეობით
მონაწილეობით შესრულდა. თუკი საქართველოს საფონდო ბირჟის არქივს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ბირჟა გაცილებით უფრო აქტიური იყო 2000-იან წლებში, როცა იქ არაერთი კომპანიის აქციები ივაჭრებოდა, რომლებიც ქვეყანაში პრივატიზების პირველი ტალღის შემდეგ დაფუძნდნენ. არქივის თანახმად, თუ 2000 წელს საფონდო ბირჟაზე გარიგებების მოცულობა 5.900.000 ლარს შეადგენდა 2005 წელს, ეს მაჩვენებელი 62 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ვაჭრობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი სწორედ ამ დროს დაფიქსირდა. საქართველოში სავალო ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაზე BMG-ის ეთერში TBC კაპიტალის დირექტორმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ დროთა განმავლობაში კომპანიები ხანგრძლივი ობლიგაციების გამოშვებით აუცილებლად დაინტერესდებიან. ოთარ შარიქაძის შეფასებით ეს ტენდენცია ქვეყნის კაპიტალის ბაზარს განავითარებს და საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების მოზიდვას ხელს შეუწყობს. უახლესი მონაცემებით კორპორაციული სექტორის საკრედიტო პორტფელის მოცულობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 35%-ის ტოლია, როცა მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ მაღალია. TBC კაპიტალში მოელიან, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან ერთად მთლიან დაკრედიტებაში კორპორაციული სექტორის წილი მოიმატებს, ხოლო უშუალოდ ბიზნეს ესხებს შორის ობლიგაცია უფრო პოპულარული ინსტრუმენტი გახდება. დროდადრო კომპანიები გამოდიან და ობლიგაციებს უშვებენ. ჩვენ ხედავთ, რომ ეს გახდა უკვე ჩვენი ნაწილი დაფინანსების წყაროს მოზიდვის ამ კომპანიებისთვის და პრინციპში ყოველდღიურად ვლაპარაკებით კომპანიებს, რომ როგორ შეიძლება აწიონ ფული, ეს იქნება საბანკო დაფინანსება თუ ობლიგაციები. ხედავთ, რომ ყოველ წელს გამოდის ახალი სახეობაც გვახარებს და იზრდება იმ კომპანიების რაოდენობა, რომელიც ამ ბაზარზე ოპერირებს. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან ცოტაა იმ კომპანიების რაოდენობა, ვინც გამოვიდა ბაზარზე, ანუ გამოუშვა ერთი ობლიგაცია და მას შემდეგ დატოვა ბაზარი. ანუ რას მაინტერესებს ეს, რომ რეალურად პირველი ემისიები, რომელიც ხშირად იყო ხოლმე, რომ ტესტ ემისიები გავაკეთოთ, ხა მოდიეთ 5 მილიონი გამოუშვა და რაღაც პატარა მცირე მოცულობა გავტესტოთ, რა რეაგირება ექნება ბაზარს, როგორ წამოყვებენ ინვესტორები, ჩვენ როგორ შევეჩვევით და მე ვნახოთ, ხედავთ, რომ ალბათ 90% ამ კომპანიების აგრძელებს ოპერირებას და მით უფრო მეტიც იქნება თუ დავიწყეთ 5 და 10 მილიონით, დღეს მოცულობები იზრდება და კითხვები მოძია მეტი რო გამოუშვა, უფრო გრძელვადიანი ობლიგაცია რო გამოუშვა, რამდენად არის ამის საშუალება ბაზარზე. ამიტომ რეალურად ეს გახდა განუყოფელი ნაწილი დაფინანსების უკვე კომპანიების და მათ აღიქვეს, რომ ის ბენეფიტები, რაც მოაქვს ამ ბაზარს, რომ უფრო იაფი დაფინანსების წყარო არის, უფრო მორგებული დაფინანსების წყარო არის, იმიტომ რომ რეალურად კომპანია რომელიც ობლიგაციას უშვებს, ბანკის ესქიდან განსხვავებით, არ იხდის ძირს ყოველ კვარტალურად. ის იხდის მარტო პროცენტს, აქედან გამომდინარე ის თანხა, რომელიც წავიდოდა ძირის დაფარვაზე, ხმარდება სხვა პროექტებს. ასევე ხედავთ, რომ თვითონ ეს კომპანიებიც უკვე უფრო ხშირად იყენებენ ამ გზას დაფინანსების ბანკის ესქის გადარევსავე ფინანსირებად. ამიტომ საკმაოდ აქტიური ბაზარი ხდება, უფრო ფიქრობთ უკვე რომ დღესდღეობით მაინც ვრჩებით აი თქვა დოლარის ობლიგაციებზე რომ ვიშალოთ, მაინც ვრჩებით 2-3 წლიანი ობლიგაციების ჭრილზე, თუმცა მოლოდინი გვაქვს რომ ეს პერიოდი იმედი გვაქვს რომ გაიზრდება. ბრიტანული უნივერსიტეტის ორმა აღმასრულებელმა სამაგისტრო პროგრამამ აკრედიტაცია მოიპოვა. საუბარია მენეჯმენტის და ფინანსების პროგრამებზე, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი და აქტუალურია. როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საქმენდილაში ისაუბრეს, ადგილობრივ აკრედიტაციასთან ერთად პროგრამებმა საერთაშორისო სტანდარტებიც დააკმაყოფილეს. ვხვდებით, როგორც ძირითად სავალდებულო საქმებს, ასევე დამატებით შემოთავაზებულია 8 საკმაოდ ფართო სპექტრის არჩევითი საგანი, საიდანაც შეუძლია სტუდენტს აირჩიოს 2 მისთვის სასურველი. რაც შეეხება უშუალოდ სასწავლო კურსის შინაარსს, შევხვდებით სტრატეგიულ მენეჯმენტს, აუცილებლად სიტყვა სტრატეგიული საკმაოდ ბევრ სასწავლო კურსში მეორდება სტრატეგიული რისკების მენეჯმენტი, კონკურენტული უპირატესობა, ლიდერობა, ორგანიზაციული ქცევა, ამავდროულად ფინანსური მენეჯმენტი, გარკვეული ჯვარედინი გადაკვეთაც გვაქვს ფინანსების სამაგისტრო პროგრამასთან მიმართებით. ასევე დამატებული არის ხელოვნური ინტელექტის ნაწილი სასწავლო კურსებთან მიმართებითაც, მაგალითად პროექტების მართვა თუ იყო კლასიკური სამაგისტრო პროგრამის ერთ-ერთი სასწავლო კურსი, ახლა გვაქვს AI powered, ანუ ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებული პროექტების მართვა. დამატებით არჩევით საგნებად შემოთავაზებულია საოჯახო ბიზნესი, სამეწარმეო ბიზნესი, ამავდროულად ფინტეკი და ინოვაციები, მარკეტინგი, ბრენდ მენეჯმენტი და საკმაოდ ფართო მიმართულებები. საქართველოში შექმნილ რეალობაზე, ქვეყნის ეკონომიკაზე და ბიზნესზე საუბარი BMG-ის საქმიანი საღამოს დასრულების შემდეგაც გაგრძელდება, რადგან სწორედ ეს თემაში არჩია თელარ გელანტე ამ წერტილის დღევანდელი ეპიზოდისთვის, რომელიც საღამოს 10:30-ზე დაიწყება. ვნახოთ გადაცემის ანონსი, რომლის შემდეგ მოგიყვებით თუ რა ხდება ფირშებზე. არჩევანი უნდა გააკეთო, მხოლოდ ფულშოულობ თუ ბიზნესს აკეთებ ამ ქვეყანაში. კახა ხაზარაძე. რა არჩევანი აქვს გაკეთებული ქართულ ბიზნესს?
როგორი იყო პირველი კვარტალი ვაჭრობის სექტორისთვის, სადაც BAG-ის ინდექსის თანახმად ბიზნესის მდგომარეობა და ბიზნეს კლიმატი გაუარესებულია, თუმცა მომდევნო 6 თვის მოლოდინი პოზიტიური. დღეს საღამოს 10-ის ნახევარზე BMG TV-ზე ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბიზნესმენი კახა ხაზარაძე წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. საქმე საღამოს ვაგრძელებთ საფონდო ბირჟებზე საუბრით და პირველ რიგში რა თქმა უნდა ტრადიციულად განვლილი სავაჭრო სესიის შეჯამებით უნდა დავიწყოთ, რომელიც დიდად გამორჩეული, ადვილად არ ყოფილა ამერიკული ინდექსებისათვის, რადგანაც გასულ სავაჭრო სესიაზე ვიხილეთ საშუალოდ 2.5%-იანი კლება ძირითად ინდექსებთან მიმართებით. თავად ეს კლება ისევ და ისევ იყო დაკავშირებული ტრამპთან, მის მიერ წამოწყებულ, გაჩაღებულ და გაგრძელებულ სატარიფო სავაჭრო ომთან და საბოლოო ჯამში იმ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, რომლებიც დააგროვდა განვლილ 24 საათში ამერიკაში განსაკუთრებით ნახევარგამტარების ჩიპებისა და პროცესორების მიმართულებით, რადგანაც როგორც ვიცით, ტრამპის ადმინისტრაცია ამ სექტორისათვის ამზადებს განსაკუთრებულ სატარიფო რეჟიმს, რომელიც სავარაუდოდ დიდ ზიანს მოუტანს ამ სფეროში წარმოდგენილ კომპანიებს, მათ შორის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც სავარაუდოდ ყველაზე დიდ ფინანსურ დარტყმას მიიღებს, იქნება Nvidia, რომლის აქციების ღირებულებაც ბოლო 2 დღის განმავლობაში ძალიან მკვეთრად არის შემცირებული. ამ ყველაფრის გასნობიერების ფონზე დღევანდელი სავაჭრო სესია შედარებით ნეიტრალურად მიმდინარეობს, როგორც ხედავთ ამ ეტაპზე. S&P 500 ინდექსის ღირებულება, რომელიც 500 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს, არის გაზრდილი 0.60%-ით, ანუ გვაქვს მცირედ პოზიტიური დინამიკა. Nasdaq-ის ინდექსიც კარგ შედეგს აჩვენებს ამ ეტაპზე +0.13% გვაქვს, ხოლო Dow Jones-ის ინდექსთან მიმართებით კლება არის 0.90%-ის ფარგლებში, ანუ ახლა ისეთი უცნაური ვითარებაა, რომ უმსხვილესი 30-50 კომპანიის კაპიტალიზაცია საშუალოდ მცირდება, ხოლო შედარებით მცირე ზომის კომპანიების კაპიტალიზაცია იზრდება, რაც თავისი არსით გამონაკლისი წესია და სწორედ მაშინ მოქმედებს, როდესაც უჭირს განსაკუთრებით big techs, ანუ ტექნოლოგიურ გიგანტებს, ეგრეთ წოდებულ D-Shadows და მის მომიჯნავე სექტორში მყოფ კომპანიებს, ვინაიდან top 30 უმსხვილესი კომპანიიდან ლამის 25 არის ტექნოლოგიური სექტორის წარმოადგენელი. აქვე უნდა გადავინაცვლოთ ევროპასა და აზიაშიც, ევროპაშიც გვაქვს ნეგატიური განწყობა, როგორც ხედავთ 600 უმსხვილესი კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია 0.14%-ით არის შემცირებული. აზიის რეგიონში სხვადასხვა საკმაოდ კარგი ვითარება გვაქვს, შანხაის ინდექსი ისევ და ისევ იზრდება, უკვე რიგით მე-13 დღეა +0.13% იყო დღის განმავლობაში. Nikkei-ის ინდექსმაც მატება დააფიქსირა, როგორც ხედავთ, +1.34% გვაქვს ამ მიმართულებით, ანუ ინვესტორების განწყობა შედარებით არის გაუმჯობესებული. გადავინაცვლოთ ენერგეტიკულ ბირჟაზე, სადაც გაძვირებული არის ნავთობი, დაახლოებით 3.5%-ით და როგორც ხედავთ, უკვე ბრენტის ფასი $68 ნიშნულს უახლოვდება, WTI-ის ფასი კი დაახლოებით $65 შეადგენს. ასევე არის გაზრდილი ბუნებრივი არის ფასიც, კერძოდ დაახლოებით 6%-ით და მეგავატ-საათი ენერგიის ღირებულება უკვე აჭარბებს 35 ევროიან ნიშნულს. რაც შეეხება ოქროს, მისი ღირებულება ამჟამად არის შემცირებული, დაახლოებით 39%-ით და ამჟამად უნცია მეტალის ფასი $3,311 შეადგენს. ამ კლების მიუხედავად, მინდა გითხრათ, რომ ერთიან პერიოდში ზრდა გვაქვს +9%, ერთიან პერიოდში კი ზრდა უახლოვდება უკვე 40%-იან ნიშნულსაც კი, საერთო ჯამში ოქროს ბოლო პერიოდში ფენომენალური შედეგები აქვს. კრიპტოინდუსტრიაზეც გადავინაცვლოთ, ბაზრის საერთო შეფასება დღესაც არის შემცირებული დაახლოებით 2% და ის ამჟამად შეადგენს, როგორც ხედავთ, $2.760 მილიარდ. ბიტკოინის ფასი ამ ეტაპზე არის 84,600-ის ფარგლებში, ეთერიუმი დაახლოებით $1,600-ად ივაჭრება, ზრდა გვაქვს საშუალოდ 6%-ის ფარგლებში ერთკვირიან ჭრილში კაპიტალიზაცია ამ ყველაფრის ფონზე ეთერიუმის არის 191 მილიარდი, ხოლო ბიტკოინის $1.679 მილიარდი. აქვე ლონდონის საფონდო ბირჟაზეც უნდა ვისაუბროთ, სადაც როგორც ხედავთ, შემცირებული არის მცირედით ქართული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია. საქართველოს ბანკის ჯგუფის შემთხვევაში კლება გვაქვს 0.65%-ის ფარგლებში. აგრეთვე კლება არის TBC-სთანაც, ამ შემთხვევაში კორექციის მაჩვენებელი 0.58%-ია, თუმცა თუ გრძელვადიან პერიოდს დავუკვირდებით, დავინახავთ, რომ ქართულ კომპანიებს მაინც ძალიან კარგად აქვთ საქმე, რაც პრინციპში არის განპირობებული მათ მიერ დაფიქსირებული ფინანსური შედეგებით. ჩვენ ეროვნულ ვალუტასაც უნდა შევეხოთ აქვე, ვინაიდან ქართულ კომპანიებს ვახსენებთ, როგორც ხედავთ, ლარის კურსი დოლართან მიმართებით ამჟამად არის 2.75, ანუ ლარი არის მცირედით გამყარებული. ევროს კურსი გვაქვს ისევ და ისევ 3.12-ის ფარგლებში, აქ ლარი ბოლო პერიოდში ძალიან მკვეთრად არის გაუფასურებული, რაც თავისი არსით ევროს გამყარებითაა განპირობებული, ხოლო სტერლინგის გასული კურსი 3.73-ია. აქვე
ლარში ინვესტირებაზეც უნდა ვთქვათ, ორიოდე სიტყვა არსებობს ესეთი შესაძლებლობა, რომელსაც გვთავაზობს Foresight Investment Group, რომელიც თავისი არსით არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული კომპანია. თავად ეს შესაძლებლობა უკავშირდება Foresight-ის ლარის ფონდს, რომელიც საშუალებას გაძლევთ თანხა განათავსოთ იქ და ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი, რომლის მოცულობა წლიურად საშუალო სტანდარტულად შეადგენს როგორც ხედავთ 8.4%, ხოლო ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის კონის შემთხვევაში სარგებლის მოცულობა აღწევს და ხშირად აჭარბებს 10%-ს. ეს არის წლიური სარგებელი, თუმცა თქვენ იგი გერიცხებათ ყოველდღიურ ფორმატში მიღებული თანხის გატანა, მისი მოცულობის გაზრდა ან შემცირება კი თქვენ ყოველდღიურად შეგიძლიათ შეზღუდვების გარეშე. Foresight Investment Group-ზე კი როგორც მოგახსენეთ, ის არის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია. მოკლედ, ესეთი ვითარება გვაქვს ჩვენ ამ წუთებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, საქმე საღამოს კი სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით ვაგრძელებთ. დღევანდელ საქმიან საღამოში ჩვენ ბევრს ვისაუბრებთ იმ კომპანიებზე, რომელთა აქციები გლობალურ საფონდო ბირჟებზე ივაჭრება. ერთ-ერთი ასეთი კომპანია არის BlackRock, რომლის ბიზნესი არის სხვა ადამიანების და კომპანიების აქტივების მართვა და მიმართულებით ის არის პლანეტაზე ყველაზე დიდი კომპანია, რადგან მისი აქტივების ღირებულება, ანუ იმ აქტივების შეფასება, რომელთაც ეს კომპანია მართავს, გადააჭარბა 11 ტრილიონ 600 მილიარდ დოლარს. ეს გამოჩნდა BlackRock-ის ბოლო კვარტალურ შედეგში, ანუ 2025 წლის პირველი კვარტლის ანგარიშტორებაში. დღეს ამ დოკუმენტზე და BlackRock-ის შედეგებზე უფრო დეტალურად მოგყვებით. დღეს ასევე ძალიან ბევრს ვისაუბრებთ გლობალურ ბიზნესზე, ამ მიმართულებითაც არაერთი საინტერესო სიახლე არის დაგროვილი ბოლო პერიოდში, ვინაიდან უკვე დაწყებული არის კვარტალური შედეგების გამოქვეყნების სეზონი. ძალიან მსხვილი კომპანიები აქვეყნებენ თავიანთ შედეგებს, მათ შორის თავდაპირველად ტრადიციულად იზღებენ ფინანსური სექტორის წარმომადგენლები და ახლა უკვე ჯერი მიდგა ნახევარგამტარების ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებზეც. ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც შედეგები გაგვაცნო, ეს არის TSMC, რომელიც ერთადაც ყველაზე მსხვილი ნახევარგამტარების მწარმოებელია პლანეტაზე. მის შედეგებს წარმოგიდგეთ რამდენიმე წუთში და ასევე კიდევ ერთ კომპანიაზე ვისაუბრებთ, ASML-ზე, რომელიც ერთადაც ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია და რომელიც აგრეთვე არის დაკავებული პროცესორების წარმოებით. ორივე კომპანიას საინტერესო ფინანსური შედეგები აქვს. ერთი კომპანია ძალიან კარგ ზრდას აფიქსირებს, მეორეს კი პირიქით ძალიან ცუდი შედეგები უდგას ბოლო პერიოდში. უფრო დეტალურად ამ კომპანიების ფინანსურ შედეგებს რამდენიმე წუთში გაგაცნობთ. მანამ სანამ გლობალურ კომპანიებზე მოგიყვებით, პირველ რიგში მოგახსენებთ იმ ვითარებას, რომელიც მსოფლიოში არსებობს გეოპოლიტიკური კუთხით. მას შემდეგ, რაც პლანეტა ქაოსმა მოიწვა, რაც დიდწილად განპირობებული იყო დონალდ ტრამპის ქმედებებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შემოbrunდა მისი ქვეყნის მისამართი და დაიწყო საკუთარი ქმედებებით გამოწვეული ეკონომიკური ვითარების დაბრალება გარკვეულწილად სხვა ადამიანებზე. პირველი ადამიანი, რომელიც მოყვა კრიტიკის ქარცეცხლში დონალდ ტრამპის არის ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის თავმჯდომარე, რომლის სახელია ჯერომ პაუელი. ანუ ეს არის ამერიკის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი და პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი, რადგან სწორედ მის და მისი გუნდის გადაწყვეტილებებს უკავშირდება ის თუ რა ღირს დოლარი სხვადასხვა ბანკებისთვის, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც კრედიტის და დოლარის ღირებულებაზე, ან მარტივად ფულის ღირებულებაზე, ასევე გლობალურ ვაჭრობაზე, ინფლაციაზე, რეცესია იქნება თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დასაქმების დონეზე ირიბად და მოკლედ ყველაფერზე, რადგან რეფინანსირების განაკვეთი არის ის ინსტრუმენტი, რომელიც პირველ რიგში არის შექმნილი და მოქმედებს იმისთვის, რომ ინფლაცია არ გაიზარდოს არასასურველ შედეგზე მეტად, მაგრამ ცხადია მას აქვს გავლენა ფაქტობრივად ყველაფერზე, რაც დედამიწაზე ხდება. ამიტომაც ჯერომ პაუელს, რომელიც დღეს იკავებს ამ თანამდებობას, აქვს ძალიან დიდი გავლენა. დონალდ ტრამპი გამოვიდა მის წინააღმდეგ და თქვა, რომ მოკლედ ძალიან იგვიანებს ჯერომ პაუელი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას, რადგან მისი თქმით, ახლა სჭირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს იაფიანი კრედიტი, რათა ერთი მხრივ ეკონომიკამ გააგრძელოს ფუნქციონირება ისე, როგორც ეს ტარიფებამდე იყო და მეორე მხრივ ტარიფებმა იმუშაოს ისე, რომ ეკონომიკა არ ჩამოიშალოს. ანუ დიდწილად აქ ანალიზის თუ ჩავთავთ, ვხედავთ, რომ დონალდ ტრამპს სჭირდება რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, რათა საფონდო ბირჟაზე შევიდეს მეტი ფული, კომპანიებმა აიღონ მეტი სესხი ჩადონ სხვადასხვა წარმოებაში, სხვადასხვა მიმართულებით და საბოლოო ჯამში დაიხარჯოს მეტი ფული, რაც გაზრდის მოხმარებას ეკონომიკაში და რაც ხელში უწყობს იმას, რომ ქვეყანაში არ იყოს რეცესია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რეცესიის ალბათობა ძალიან დიდია. იგივე JP Morgan-ის დათვლებით 60% არის რეცესიის
ალბათობა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასეთივე ცუდი პროგნოზი აქვთ ფინანსურ დირექტორებს დიდი კომპანიებისა და ზოგადად სენტიმენტი არ არის მაინც დადებითი დღეს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბაზო სცენარები უფრო ნეგატიურისკენ იხრება ვიდრე პოზიტიურისკენ, როგორც დიდი საინვესტიციო ბანკების, ასევე ზოგადად კომპანიების შიგნით არსებული სხვადასხვა ტიპის რეპორტების მიხედვით. აქვე ვთქვათ 2 სიტყვა თავად ამ ადამიანზე, ჯერომ პაუელი ჯერ კიდევ 2017 წლიდან ხელმძღვანელობს FED, სადაც ის დაინიშნა დონალდ ტრამპის განკარგულებით თავის დროზე, მაგრამ გამომდინარე იქიდან FED არის ალბათ ერთადერთი ან ყველაზე ახლოს აპოლიტიკურობასთან ამერიკის შეერთებულ შტატებში, რადგან პრეზიდენტები როგორც წესი არ ერევიან ხოლმე FED-ის განწყობილებებში, რადგან ეს ძალიან რთულ შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ამან ქვეყანა, ამიტომაც ის ჯო ბაიდენმაც დატოვა თავის დროზე და ახლა არის უკვე მისი ვადა 1 წელიწადში იწურება და ითხოვს კი არა გარკვეულწილად ემუქრება დონალდ ტრამპი ჯერომ პაუელს გადაყენებით, მაგრამ როგორ დასრულდება ეს საგა ჩვენ არ ვიცით, რადგან თავისი დანიშნული კი არის. ბევრი მოუხსნია დონალდ ტრამპს საკუთარი დანიშნულები, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა ისეთ რთულ დღეში არ არის, როგორშიც შეიძლება იყოს და გარკვეულწილად კარგად იარა მთელი ამ წლების განმავლობაში ჯერომ პაუელის მონეტარულმა პოლიტიკამ. ნამდვილად აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ტრამპს შეიძლება პაუელის გადაყენება უკვე უნდოდეს კიდეც, თუმცა მას ამისი უფლება ფიზიკურად არ აქვს, რადგანაც FED-ის ხელმძღვანელის გადაყენება ამერიკაში არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა, ვინაიდან საკანონმდებლო სისტემა ისე არის მოწყობილი, რომ FED-ის ხელმძღვანელი როგორც წესი არის პოლიტიკურად ხელშეუხებელი, რათა მან თავისი გეგმა ისე აღასრულოს, რომ პრეზიდენტების და პოლიტიკური პარტიების გავლენა მასზე იყოს მინიმალური. კი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ასე არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. ზოგადად ამერიკაში ამჟამად არსებული ვითარება, ის გაურკვევლობა, პანიკა, საფონდო ბირჟის დაღმასვლა და მთელი ეს, ასე ვთქვათ, ქარცეცხლი, რომელშიც იმყოფება ამერიკის ეკონომიკა, არის გამოწვეული ერთი ადამიანის მიერ. ეს ადამიანი არის დონალდ ტრამპი, რომელმაც ამოისყო მთელი პლანეტის წინააღმდეგ საბაჟრო სატარიფო ომი და რომელიც ამ სატარიფო ომს შეიძლება აპაუზებდეს ცოტა ხნით, მაგრამ ნამდვილად არ აჩერებს, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ ის ამზადებს ახალ შეზღუდებს ჩინეთის წინააღმდეგ და პრინციპში, როდესაც სატარიფო ომზე საუბრობთ, უმეტესწილად სწორედ ჩინეთს მოვიაზრებთ, რადგანაც პლანეტაზე ლამის ყველაფერს ჩინეთი აწარმოებს, შესაბამისად თუ კი ჩინეთთან იქნება გაჩაღებული სავაჭრო ომი, მაშინ ამერიკაში ინფლაცია გარდაულად გაიზრდება, აქ არ არსებობს უბრალოდ სხვა ვარიანტი, ამის თავიდან არიდება არის შეუძლებელი და როგორც ჩანს, გაჩაღების მიმართულებით უფრო მეტი სიახლე ისმის, ვიდრე დეესკალაციის მიმართულებით და ერთ-ერთი სიახლე უკავშირდება სატარიფო რეჟიმის შემსუბუქებას დაახლოებით 70 სახელმწიფოსთან, თუ კი ისინი, რა თქმა უნდა, დათანხმდებიან ერთ ძალიან მნიშვნელოვან პირობას. თუ კი ისინი აკრძალავენ ჩინური პროდუქციის გატარებას საკუთარ ქვეყნებში, საკუთარ პორტებში, საკუთარ გზებზე, საკუთარ მაგისტრალებზე და ასე შემდეგ, საკუთარ ინფრასტრუქტურაში. ეს არის ძალიან რთული მოთხოვნა, რომელსაც ტრამპი უყენებს ამ სახელმწიფოებს, ლამის 70 ქვეყანას, ანუ თითქმის მთელ თანამედროვე ეკონომიკურ სამყაროს და თუ კი, რა თქმა უნდა, ეს ქვეყნები დათანხმდებიან ამ შეთავაზებას, მაშინ შეიძლება ზოგადად გლობალური სავაჭრო სისტემის ძირფესვიანი ცვლილება ვიხილოთ, რადგანაც ჩინეთის გარეშე თანამედროვე ვაჭრობა არის უბრალოდ წარმოუდგენელი, არ არსებობს ფაქტობრივად ინდუსტრია პლანეტაზე, რომელშიც არ არის ჩართული ჩინეთი. აი, როგორ იქნება ტრამპის გონებაში ზოგადად გლობალური ეკონომიკა ჩინეთის გარეშე, ეს ჩემთვის პირადად არის წარმოუდგენელი და სავარაუდოდ ეს ნაბიჯი იმდენად რადიკალურია, რომ ეს მიუთითებს იმაზე, რომ ტრამპი ებზადება სავარაუდოდ მოლაპარაკებების მაგიდასთან გადასასვლელად და მას უნდა რაც შეიძლება მეტი ბერკეტი ჰქონდეს ჩინეთის წინააღმდეგ და თუ კი რა თქმა უნდა ამას მართლაც მიაღწევს 70 სახელმწიფოს და მაშინ ამერიკის ბერკეტი იქნება უბრალოდ კოლოსალური, ჩინეთი იქნება მოწყვეტილი ლამის მთელ პლანეტას ვაჭრობის კუთხით, შესაბამისად სი ძინპინს მოუწევს იმ პირობებზე დათანხმება, რასაც დადებს მაგიდაზე დონალდ ტრამპი. ხო, სხვა შორის სანამ შემდეგ თემას გადავალთ, ვიტყვი რომ დონალდ ტრამპს აქვს წიგნი გამოცემული, რომელიც ახლა The Art of the Deal, რომელიც აწლეულების წინ არის გადმოცემული და ის რასაც ის ტარიფებთან მიმართებით აკეთებს, იქ არის აღწერილი, ან თუ ვინმე საინტერესებს სავარაუდოდ რა მოხდება, ან რას ცდილობს დონალდ ტრამპი საერთოდ, სწორედ იმ წიგნში არის აღწერილი და მისი ერთ-ერთი პოსტულატი არის ის, რომ პირველი შეთავაზება, რომელსაც ადამიანი გააკეთებს მოლაპარაკებების დროს, უნდა იყოს სრულიად აბსურდული. ეს ასეთ რამეს ამბობს და რეალურად ამასაც ხედავთ, რადგან 155%-იანი ტარიფი სწორედ ამაში მიდის. ჩინეთზე გავაგრძელოთ საუბარი, ჩინეთს და რუსეთს შორის, რომელთაც ურთიერთობა მეტად გააკეთილშობილდა მათი ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში, ჰქონდათ ასეთი საინტერესო პროექტი, მოკლედ რუსეთს სურდა ყაზახეთის გავლით პეკინში გაზის ტრანსპორტი
ექსპორტირება, რათა ჩინეთში გაიყიდა საკუთარი გაზი უფრო დიდი რაოდენობით და ამისთვის უნდა შეიქმნათ ციმბირის ზალა 2, ასეთი პროექტი. ციმბირის ზალა უკვე არსებობს და ეს უნდა ყოფილიყო მეორე მილსადენი, რომელიც შეიტანდა რუსულ გაზს ჩინეთში, რითაც მოკლედ ჩინეთი ვალდებულებას ხადი აიღებდა, რომ უფრო მეტ რუსულ გაზს იყიდდა და ამით სიმბიოტური ურთიერთობიდან გამომდინარე ორივე მხარე მიიღებდა სარგებელს. დაახლოებით 55 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირი უნდა მიეწოდებინა ყოველწლიურად რუსეთს ყაზახეთის ტერიტორიის გავლით, რაშიც ყაზახეთის ხადია კონკრეტულ შემოსავალს მიიღებდა ტრანზიტისთვის, მაგრამ როგორც ჩანს ეს არ მოხდება, რადგან მოკლედ ამჟამად არსებული მილსადენით ეს შეუძლებელია ამ რიცხვებზე ასვლა, ხოლო ახალი მილსადენის აშენება იმდენად ძვირი ღირს, რომ ჩინეთს ეს არ უღირს. თან ვითარება შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს შემდგ პერიოდში, თუ კი ომი დასრულდა, ფასები შეიძლება აღარ იყოს რუსული ენერგორესურსების ისეთი დაბალი, როგორიც ეს იყო მანამდე და შესაბამისად შეიძლება ჩინეთს აღარ საწყობდეს საერთოდ რუსეთთან ამ დოზით ენერგორესურსების შემოტანა, იქნება ეს გაზი თუ იგივე თუნდაც ნავთობი, რომლის მთავარი შემომტანი გახდა ბოლო წლებში რუსეთისთვის სანქციების დაცემის და მისი ნავთობის გაიაფების ფონზე. შესაბამისად, მოკლედ, ალბათ ჩაფლავდება ეს პროექტი, მაგრამ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ბოლო არ უჩანს რუსეთის და ჩინეთის ენერგეტიკულ მეგობრობას. მეგობრობა მათი გრძელდება და ასევე ზოგადად ენერგეტიკულ ვაჭრობასთან დაკავშირებით ერთი უცნაური სიახლე გვაქვს. ევროკავშირმა დროებით გადადო რუსული გათხევადებული გაზის, ანუ იგივე LNG-ს წინააღმდეგ საიმპორტო სანქციების ამოქმედება. LNG თავის დროზეც იყო გამონაკლის წესში შეყვანილი და ახლაც რჩება, რადგანაც LNG-ს ჩანაცვლება არის ძალიან რთული, ვინაიდან ზოგიერთი სახელმწიფო იმდენად არის დამოკიდებული რუსულ იმპორტზე, რომ მათ სჭირდებათ ჯერ შესაბამისი ინფრასტრუქტურის და პორტების მოწყობა, ამის შემდეგ გადამამუშავებელი პორტების განვითარება და ზოგადად მთელი შიდა ინფრასტრუქტურის შეცვლა იმისათვის, რომ სხვა ქვეყნის LNG-ზე გადაერთონ და ამას რა თქმა უნდა ყველა სახელმწიფო ერთ და ორ წელიწადში ფიზიკურად ვერ შეძლებს სულაც ულიმიტო ფული რომ კონდეს, რადგანაც აქ მშენებლობებზე არის საუბარი, მრავალ მილიარდიან გიგანტურ მეგაპროექტებზე. შესაბამისად, ეს სანქცია გადავადდება, თუმცა ევროკავშირი პირობას დებს, რომ 2027 წლისთვის, ანუ დაახლოებით 2-3 წლის პერიოდზე არის გათვლა, რომ საერთო ჯამში ევროკავშირში სრულად შეწყდება რუსული ენერგორესურსების იმპორტი. შეიძლება ეს 2027 წლიანი დედლაინი კიდევ ერთხელ გადაიხედოს, გადავიდეს 28-ზე ან 30-ზე, მაგრამ ხედავთ, რომ მიმართულება აი აქეთ მიდის და ევროკავშირის თითქმის ყველა სახელმწიფო ცდილობს ახლა უკვე რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვებას, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პრიორიტეტულად იქცა, მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ყველა მიგრძნო რუსეთის გავლენა ენერგორესურსების მიმართულებით. ამ სახელმწიფოების შორის ერთ-ერთი არის ჩეხეთი, რომელმაც როგორც იქნა საბოლოო ჯამში დაასრულა პროექტი და შეწყვიტა ქვეყანაში რუსული ნავთობის შემოდინება და საბოლოოდ გათავისუფლდა, როგორც ამბობენ ოფიციალური განცხადებით, დაახლოებით 60 წლის შემდეგ დამოკიდებულება რუსეთზე ნავთობის კუთხით არის დასრულებული. ეს დაახლოებით ის ტენდენციაა, რომელსაც სხვა ქვეყნებიც იზიარებენ, თუ ნავთობის კუთხით არა, ელექტროენერგიის მიმართულებით, მაგალითად ბალტიისპირელი ქვეყნები რამდენიმე თვის წინ მათ ანალოგიური განცხადება გაავრცელეს, როცა სრულად ჩაეხსნა ევროკავშირის ეს ნაწილი რუსულ ენერგეტიკას. მოკლედ, ჩეხეთში არის იგივე მიმართულება და გავრცელებული ინფორმაციით არის ასეთი მილსადენი დასავლეთიდან ტრანსალპური მილსადენი, რომლის მოდერნიზება იგეგმება, რომლითაც მოკლედ საბოლოო ჯამში 8 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის მიღებას შეძლებს ჩეხეთი. ეს ალტერნატიული გზა არის, რომელიც შემოვა არა რუსეთის ფედერაციიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან, რაც რითაც აღმოიფრობა ის დამოკიდებულება, რომელიც რუსეთზე იყო. იმიტომ რომ წლების განმავლობაში თან ჩეხეთი არ არის დიდი ქვეყანა, ჩეხეთის შემთხვევაში კიდევ სხვანაირად არის ვითარება, მაგრამ გერმანიაც კი იყო ჩამოკიდებული რუსეთზე. მილსადენები იყო გაყვანილი ჩრდილოეთის ნაკადის 1 და 2 საფრანგეთის მათ შორის და მოკლედ ძალიან რთული ვითარება იყო თავის დროზე, მაგრამ ომი დაიწყო უკვე რამ დიდი ხნის წინ და ომის შემდეგ ადაპტირდნენ ქვეყნები და უარი თქვეს რუსულ ნავთობზე, რუსეთიც ადაპტირდა ამასობაში და გადაეწყო ძირითადად ჩინეთზე და ინდოეთზე, ანუ ისინი არიან სწორედ დღეს რუსული ნავთობის ყველაზე დიდი შემსყიდველები, არა და იყო დრო, როცა სწორედ რამდენიმე წლის წინ ყველაზე დიდი შემსყიდველი იყო კოლექტიურად ევროკავშირი. თუკი ევროკავშირის წევრი ქვეყნები აქტიურად ცდილობენ რუსეთისგან დისტანცირებას, იგივეს ვერ ვიტყვით ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ერთ სახელმწიფოზე, სერბეთზე, რომლის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი გეგმავს 16 აპრილს აკეთებს ესეთ განცხადებას, რომ ჩავიდეს ის მოსკოვში პირადად, შეხვდეს ვლადიმერ პუტინს და დაესწროს 9 მაისის აღლუმს, სამხედრო, ასე ვთქვათ, გამოფენას და ღონისძიებას, რომელიც მოსკოვში არის დაგეგმილი და რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელოვან სენტიმენტალურ და სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს რუსეთის ფედერაციისათვის. სავარაუდოდ ის რამდენიმე დღით ადრე ჩავა იქ,
შესაბამის ვიზიტსაც გამართავს, შეხვდება მინისტრებს და მოკლედ ეს იქნება ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტის ამპლუაში, რაც წარმოადგენს ძალიან დიდ კრიტიკის საგანს. უჩიჩმა მიიღო გაფრთხილება ევროკავშირის მხრიდან, რომ თუ კი ის მართლა ზიზამს ამას და ჩავა 9 აპრილის ღონისძიებაზე რუსეთში, მაშინ ამით მნიშვნელოვნად შეფერხდება სერბეთის ევროინტეგრაციის პროცესი და შეიძლება საერთოდაც ქვეყანა ჩაეხსნას უკვე კანდიდატის სახელმწიფოების სიას, მაგრამ როგორც ჩანს, ვუჩიჩი აიგნორებს ამ გაფრთხილებას და ამბობს, რომ რუსეთთან მეგობრობა და კარგი ურთიერთობის ქონა ქვეყნისათვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ამიტომაც ის უბრალოდ აიგნორებს ევროკავშირის ამ მოწოდებას მუქარას თუ ბრძანებას და მაინც აპირებს ჩასვლას 9 მაისის აღლუმზე, რასაც სავარაუდოდ მოხვება ევროკავშირის მხრიდან პასუხი, შეიძლება აქ თეორიულად განხილული იქნეს სანქციების საკითხიც კი, რაც რა თქმა უნდა ძალიან რთული იქნება სერბეთის მომავლისათვის. აქვე დავამატოთ, რომ ამას ისტორიული ახსნა აქვს, რადგან სერბეთი და რუსეთი მჭიდროდ დაკავშირებული ქვეყნები არიან, რადგან არც თუ ისე დიდი ხნის წინ ნატოს ჯარების შედეგად სერბეთის დიდი ტერიტორია დაიბომბა და მოკლედ მაგის შემდეგ დასავლურ რუსებთან მაინც კარგი ურთიერთობა სერბეთს არ აქვს და პირიქით რუსეთთან აქვს, რომელიც აგრეთვე რელიგიასაც იზიარებს სერბებთან, სერბებიც მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, რუსების დიდი ნაწილის მსგავსად, შესაბამისად მარტო პოლიტიკური მიზეზი ამას არ აქვს. აქვე რადგან ევროპაზე ვლაპარაკობთ, ევროზონაში გადავინაცვლოთ და ECB-ს, ანუ ევროპის ცენტრალური ბანკის უახლესი გადაწყვეტილება მიმოვიხილოთ, რომელიც არის მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება, ანუ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება 25 საბაზისო პუნქტით და ახლა ვართ 2.25%-ზე, რაც შემცირებული მაჩვენებელია, აგრეთვე როგორც არის შემცირებული ინფლაცია და სწორედ ინფლაციის შემცირებიდან გამომდინარე მიიღო კრისტინ ლაგარდის უწყებამ ეს გადაწყვეტილება. ჯამში, როგორც ამბობენ 2025 წელს, ანუ მიმდინარე წელს 3.2%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება ინფლაცია და საბოლოო ჯამში ყველაფერი იქნება რიგზე, მაგრამ აქ ტარიფების რისკია გასათვალისწინებელი, რადგან ტარიფები ჯერჯერობით არის დაპაუზებული, როგორც ვიცით, დიდ ბევრ ქვეყანასთან და გაურკვევლობა არის ძალიან მაღალი, სხვა შორის ვიცე-პრეზიდენტი ამბობდა რამდენიმე თვის წინ ECB-ში, რომ ძალიან დიდი გაურკვევლობაა მსოფლიოში, იმაზე დიდი ვიდრე იყო პანდემიის დროს. ამიტომაც გამორიცხული არ არის, რომ ECB-მ თუ კი მართლა ინფლაცია დაჩქარდა ტარიფების გამო არ შეამციროს დროებით რეფინანსირების განაკვეთის სუმცირე, ან პირიქით გაზარდოს კიდევაც ის, რომ ინფლაცია არ გაექცეს ევროზონაში. მაგრამ ამას დაველოდებით უკვე კონკრეტულად კრისტინ ლაგარდს და რას იტყვის ის მომდევნო კვარტლების განმავლობაში. ჩვენ კი საქმიან საღამოში ფინანსური სიახლეები კიდევ გვაქვს და მათ დღის რიცხვის ფორმატში გაგაცნობთ. გლობალური ფინანსური ქსოვილი სხვადასხვა ტიპის კომპანიების ურთიერთქმედებაზე დგას. ფინანსურ ეკოსისტემაში ხვდებით როგორც ბანკებს, ასევე ნეობანკებს და ფინტეკ კომპანიებს, საპენსიო ფონდებს, საგადახდო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, კერძო კაპიტალის მმართველებს, ჰედჯ ფონდებს და აქტივების მმართველ კომპანიებს. აი სწორედ ამ ბოლო კატეგორიას განეკუთვნება ამერიკული BlackRock-ი, რომელიც სხვა ადამიანების და კომპანიების აქტივებს მართავს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიციას მათ ნაცვლად დებს. გამართული ბიზნეს მოდელის გარდა ამერიკულ კორპორაციას მაღალი რეპუტაცია, ინვესტორებისთვის ფინანსური სარგებლის გენერირების დეკადების განმავლობაში დამტკიცებული შედეგები და პლანეტარული მასშტაბის კავშირები გამოაჩენს. ამ ყველაფრის დამსახურებით BlackRock-ი პლანეტის უდიდეს აქტივების მმართველ კომპანიად იქცა, რომლის პორტფელი ბოლო შედეგებით 11 ტრილიონ 600 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. 2025 წლის პირველ კვარტალში ფინანსური ანგარიშის თანახმად გასულ 1 წელიწადში ამერიკულმა კორპორაციამ აქტივების ზომა ტრილიონ 100 მილიარდი დოლარით, ანუ 11%-ით გაზარდა. ამ თანხის მასშტაბებს რომ მივხვდეთ, გეტყვით, რომ თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტი სწორედ ტრილიონ 100 მილიარდი დოლარია, ხოლო ბოლო 14 თვეში BlackRock-მა სწორედ 1 თურქეთი დაიმატა. ესეთი საინტერესო სტატისტიკა იკვეთება. თუმცა BlackRock-ის ჯამური აქტივების ზომა უფრო შთამბეჭდავია, რადგან BlackRock-ი ქვეყანა რომ ყოფილიყო, ცხადია შედარებითია ეს, რიგით მესამე ქვეყანა იქნებოდა მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის შემდეგ. მაშინ რა შემოსავალს და წმინდა მოგებას აგენერებს BlackRock-ი 11 ტრილიონ 600 მილიარდ დოლარად შეფასებული აქტივების მართვი. 2025 წლის პირველ კვარტალში BlackRock-მა 5 მილიარდ 300 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 12%-ით მეტია ვიდრე შარშა. შემოსავალთან ერთად 10%-ით გაზრდილი კომპანიის წმინდა მოგება, რომელმაც ანგარიშო პერიოდში მილიარდ 800 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ თანხაზე უმეტესწილად ის ფინანსური ინსტრუმენტები აგენერირებენ, რომელთაც BlackRock-ის პორტფელში ხვდებით. აქ იგულისხმება როგორც კომპანიების კაპიტალი, ანუ აქციები, ასევე ფიზიკური აქტივები, მათ შორის მაგალითად უძრავი ქონება. BlackRock-ის პორტფელში უდიდეს ნაწილს გლობალური კომპანიების აქციები იკავებს. უახლესი მონაცემებით ამერიკული კორპორაციის კლიენტები 6 ტრილიონ 200 მილიარდი დოლარის ღირებულების აქციებს ფლობენ
რაც BlackRock-ის აქტივების 53%-ია. ამ პორტფელში უმეტესწილად ზრდაზე ორიენტირებული დიდი ტექნოლოგიური კომპანიების აქციებს ხვდებით, რომელთა შორის ყველაზე დიდი რაოდენობით BlackRock-ი ფლობს Apple-ის, Nvidia-ს, Microsoft-ის, Amazon-ის და Meta-ს აქციებს. საქმეს აღამოს ვაგრძელებთ გლობალურ ბიზნესზე საუბრით და უნდა ვისაუბროთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპანიაზე პლანეტისათვის და როგორც დონალდ ტრამპი უწოდებს, ეს არის ყველაზე გავლენიანი კომპანია, რომელიც საერთოდაც დღეს ოპერირებს, ეს არის კომპანია, რომელიც ფაქტობრივად არის სახელმწიფოც ან მინიმუმ კუნძული, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია ოპერირება. ეს არის ტაივანის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანია TSMC, რომელიც არის ნახევარ გამტარების პროცესორების, ჩიპების და სხვადასხვა სახის მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების მწარმოებელი კომპანია. TSMC თავისი არსით თვითონ არაფერს არ იგონებს, მას უკვეთავენ კომპანიები თავიანთ დიზაინს და შემდეგ ის მას აღასრულებს. Nvidia-ს ჩიპებს აწარმოებს TSMC, Apple-ის ჩიპებს აწარმოებს ის, Intel-ის ჩიპებსაც ის აწარმოებს. მოკლედ, ყველა კომპანია, რომელიც გაგვიგია, საკუთარ დიზაინს უკვეთავს TSMC-ს და TSMC ამ შეკვეთებს აღასრულებს. ეს არის ტაივანის მთელი ეკონომიკის დასაყრდენი და ამ კომპანიას აქვს ძალიან დიდი გავლენა მთელ მსოფლიოზე და ამ კომპანიამ გამოაქვეყნა თავისი კვარტალური შედეგები, რომელიც აღმოჩნდა იმდენად კარგი, რომ ინვესტორები არიან ცოტა რიყოს და შოქშიც კი. კომპანიამ პირველ კვარტალში მიიღო 25 მილიარდ 890 მილიონი დოლარის შემოსავალი, რაც თითქმის 200 მილიონით აღემატება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს, თუმცა ეს არ არის შტამბეჭდავი. შტამბეჭდავი არის მოგების მარჟა და მოგების მაჩვენებელი. კერძოდ, პირველ კვარტალში კომპანიამ დაწერა 11 მილიარდ 160 მილიონი დოლარის მოგება, ანუ მოგების მარჟა არის უბრალოდ აბსურდული, მსგავსი შედეგი ძალიან ცოტა კომპანიას აქვს პლანეტაზე და ეს მაჩვენებელი მკვეთრად აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს და წინა წელთან შედარებით წმინდა მოგება არის გაზრდილი 60%-ზე მეტით. აი ესეთი შედეგი აქვს ამ კომპანიას, რაც პრინციპში არის თავიდან ბოლომდე განპირობებული AI ბუმით და იმ პროცესორებზე მოთხოვნის ზრდით, რომელზედაც უკვე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ. ხო, TSMC-დან უნდა გადავინაცვლოთ ევროპაში, კომპანიაში, რომელიც ძალიან მსგავს ინდუსტრიაში ოპერირებს, ეს კომპანია არის ASML-ი. და რეალურად ASML-ი აწარმოებს მოწყობილობებს, მანქანა დანადგარებს, რომელთაც მოგვიანებით TSMC-ს ნაირი კომპანიები ყიდულობენ იმისთვის, რომ შექმნან პროცესორები, მიკროჩიპები, ნახევარგამტარები და სხვა მსგავსი მოწყობილობები დიდი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. ანუ ამ რგოლში ჩართული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანია, რომელიც აგრეთვე არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კომპანია. მან გამოაქვეყნა კვარტალური შედეგები. პირველ კვარტალში გაყიდვებმა შეადგინა 4 მილიარდ 450 მილიონი დოლარი, რაც თითქმის 1 მილიარდით ნაკლებია ვიდრე იყო პროგნოზირებული. ამ მიმართულებით ინვესტორები კმაყოფილები ნამდვილად არ იყვნენ, აგრეთვე შემოსავალი იყო ოდნავ ნაკლები პროგნოზირებულზე, მაგრამ დაახლოებით ის იყო, რაც თავის დროზე თქვა კომპანიამ რომ მიიღებდა, ასე რომ ეს ამ მიმართულებით დიდი პრობლემა არ არის. 2025 წლის მეორე კვარტალში პროგნოზირებენ დაახლოებით 8 მილიარდ ნახევრის ფარგლებში შემოსავალს კომპანიაში, რაც აგრეთვე გარკვეულწილად ცდება უარყოფითი მიმართულებით იმ პროგნოზს, რომელიც არსებობს და ჯამში 2025 წელს კომპანია ვარაუდობს, რომ ის შემოსავალი იქნება 34-დან 40 მილიარდ დოლარამდე შუალედში. მაგრამ ცხადია, ყველაფერი ეს გაურკვეველია და რიცხვები შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს, რადგან ტარიფები არის დაწესებული, ASML-ში ტარიფებზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ მოკლედ ტარიფის ღირებულება სრულად იქნება გადატანილი მყიდველის მხარეს, ანუ კომპანია, რომელიც შეისყიდის ASML-ისგან მის დანადგარს, სწორედ მას მოუწევს ტარიფის გადახდა, რაც ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ თუ იქნება 20%-იანი ტარიფი, მაშინ 20%-ით მეც გადაიხდის კომპანია და მოგვიანებით ამის გადახდა მოუწევს ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტში. ამიტომაც გაურკვეველია თუ რა იქნება, დაახლოებით 5%-ით შემცირდა კომპანიების აქციები ამ სიახლეების გავრცელების ფონზე. აქ უნდა ვისაუბროთ კიდევ ჩინურ კომპანიებზეც, რომელთაც ტარიფების სიახლე დიდად არ მოსწონთ. ეს კომპანიები ძალიან არიან დამოკიდებულნი ფასზე და ზოგადად საფასო პოლიტიკით მიღებულ უპირატესობაზე. ერთი კომპანია და პლატფორმა არის Temu, რომელიც საქართველოში ძალიან კარგად არის ცნობილი, მეორე კომპანია და პლატფორმა არის Shein, რომელიც დაახლოებით იგივეა, რაც Temu, ოღონდ უბრალოდ ტანსაცმლის მიმართულებით, ეგრეთ წოდებული fast fashion-ის retail კომპანია არის, რომელიც თანაც აწარმოებს ტანსაცმელს და თანაც ყიდის ამ ტანსაცმელს, თანაც ძალიან იაფად. აქ ამ კომპანიებს არ აქვთ კარგად საქმე, რადგანაც ამ კომპანიების ბიზნეს მოდელი თავიდან ბოლომდე დგას CIAP-ზე. თუ კი Temu-ზე წარმოდგენილი პროდუქცია არ იქნება IAP, ის მაშინ არავის არ სჭირდება პლანეტაზე, რადგანაც Temu-ზე არსებული პროდუქცია შეიძლება ითქვას, რომ პლანეტაზე ყველაზე უხარისხოა. შესაბამისად, სატარიფო რეჟიმის ამოქმედება ჩინეთის წინააღმდეგ გამოიწვევს ამ პროდუქციის გაძვირებას. ამჟამინდელი მდგომარეობით 155%-იანი ტარიფი გამოიწვევს Temu-ზე წარმოდგენილი პროდუქციის 155%-ით გაძვირებას, რაც პრინციპში ერთ დღეში აზრს უკარგავს საერთოდაც Temu-ს ოპერირებას, რადგანაც ძვირი
ტემუ არავის არ ჭირდება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ Amazon-მა პირდაპირ შექმნა ტემუს კონკურენტი ჰოლის სახით, ეს არის სპეციალური პლატფორმა, აპლიკაცია, რომელიც ამერიკაში ოპერირებს ამჟამად და ამერიკული Amazon-ის სტანდარტებით მომხმარებლებს აწვდის ძალიან იაფიან პროდუქციას, ფასები არის საშუალოდ და $5-დან $20 ფარგლებში, ანუ კონკურენციას უწევს ის ზუსტად ტემუს. კომპანიების მხრიდან ამ სიახლის გავრცელება, რა თქმა უნდა, ინვესტორებს არ მოსწონდა, პრინციპში ინვესტორები ამას ისედაც ელოდნენ და გათვალისწინებული ჰქონდათ, რომ ეს საბოლოო ჯამში კომპანიების შეფასებაზე ნეგატიურად აისახებოდა, ამიტომაც ხედავთ, რომ მათი აქციები არის შემცირებული, მაგრამ თუ კი ამერიკა სანქციებს და ტარიფებს გაამკაცრებს და ტარიფებს ჩინეთის წინააღმდეგ დააწესებს 255%-იან ნიშნულზე, მაშინ საერთოდაც შეიძლება ტემუს და ჩინის აქციების ჩამოშლაც კი ვიხილოთ, რადგანაც ამ კომპანიებისთვის ამერიკის ბაზარი არის ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვანი. ხო, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებით ჩვენ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სიახლე გვაქვს, რომელსაც რეიტინგების ფორმატში ზუსტად 1 წუთში წარმოგიდგენთ და მოგიყვებით იმ ქვეყნების შესახებ, სადაც წლის განმავლობაში ყველაზე მეც ისვენებენ. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის CESCO კომპანია Smartmatic-ისგან $2,900,000 აპარატურას და პროგრამულ უზრუნველყოფას შეისყიდის. ეს იგივე კომპანიაა, რომელიც აპარატურითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. შესყიდვის აღწერაში ნათქვამია, რომ CESCO იყიდის როგორც ხმის დამთვრელ 450 ახალ აპარატს და 450 საარჩევნო ყუთს, ასევე ამ აპარატებისთვის განკუთვნილ სხვადასხვა სახარჯმასალას და პროგრამულ უზრუნველყოფას. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საქმიანობის 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც სააგენტო წერს, 2023 წელს ლუდის ბაზარზე საქართველოში 75 კომპანია ოპერირებდა. ბაზრის მოცულობა კი შეადგენდა 131,709,495 litrს. სააგენტოს შეფასებითვე ლუდის ბაზარი ამ ეტაპზე მაღალ კონცენტრირებულია. საქსტატის წინასწარი მონაცემებით 2024 წელს საქართველო 93,700 ტონა ხორცია წარმოამაჩვენებელი, წლიურად 6.4%-ით არის გაზრდილი. დასვენების დღეების რაოდენობა ის თემაა, რომელზედაც საქართველოში ხშირად ვკამათობთ. ოფიციალურად კანონით ქვეყანაში 18 ასეთი დღეა დაწესებული და თუ ამ რიცხვს შაბათ-კვირებსაც დავამატებთ, გამოვა რომ ქართველების დიდი ნაწილი წელიწადში 122 დღის განმავლობაში ისვენებს, რაც წლის 33%-ის ტოლია. ანუ ყოველი მესამე დღე სტატისტიკურად. ამ მაჩვენებლით საქართველო გლობალურ ათეულში შედის და ამ ადგილს ისეთ ქვეყნებთან იყოფს, როგორიცაა კოლუმბია, ფილიპინები და მალაიზია, სადაც აგრეთვე 122 დღის განმავლობაში ისვენებენ. დღეს საქმიან საღამოში რეიტინგების ფორმატში იმ ქვეყნებს გაგაცნობ, სადაც წლის განმავლობაში ყველაზე მეც ისვენებენ. ამ რეიტინგის პირველ ადგილს იკავებს ძალიან საინტერესო ქვეყანა, რომლის სახელწოდება არის მიანმარი. მიანმარი არ არის დიდად განვითარებული ქვეყანა, იქ ბევრი რამ არ ხდება, მაგრამ ეს არის ქვეყანა, სადაც ყველაზე მეც ისვენებენ საშუალოდ წლიურად, ყოველწლიურად ეს არის 136 დღე, ანუ 32 დღესასწაული პლუს 104 შაბათი კვირა. ამ ქვეყანაში ცხოვრობს თითქმის 53.5 მილიონი ადამიანი და მთლიანში და პროდუქტი არის დაახლოებით 67 მილიარდი ამერიკული $. მიანმარი არის ძალიან საინტერესო ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 90%-ზე მეტი არის ბუდისტი და ზოგადად ბუდიზმისთვის არის დამახასიათებელი ბევრი დასვენება, რადგან ბუდისტურ კულტურაში არის ბევრი დღესასწაული და ბევრი დღესასწაული აგრეთვე არის ბევრდღიანი. ამიტომაც შეიძლება რაღაცა კონკრეტული დღე, უბრალოდ კონკრეტული დღესასწაული გაიწელოს 3-4 დღის განმავლობაში და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რომ 36 ასეთი ტიპის დღესასწაული არსებობს ქვეყანაში. აგრეთვე მნიშვნელოვანია ის, რომ მიანმარის მოსახლეობა მიყვება მზისა და მთვარის კალენდარს, რაც აგრეთვე დამატებით დღესასწაულებს აჩენს, მაგალითად ყოველი სავსე მთვარე არის დღესასწაული აგრეთვე მიანმარის მოსახლეობისთვის. აგრეთვე ამ ქვეყანაში 130 ეთნიკური ჯგუფის წარმოადგენელი ცხოვრობს და თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი კულტურა, ისინი განსხვავებულად ცხოვრობენ და ცხადია აქვს საკუთარი დღეები, რომელთაც აგრეთვე აღნიშნავენ და ამიტომაც არის რომ ამდენი დღესასწაული არის მიანმარში და გარდა ამ რელიგიური დღესასწაულებისა, ცხადია ამ ქვეყანაში აგრეთვე ზეიმობენ დამოუკიდებლობის დღეს, ზეიმობენ ეროვნულ დღეს და სხვა ეგრეთ წოდებულ სახელმწიფო დღეებსაც და მოკლედ საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რომ მიანმარში ყოველ მესამე დღეზე მეც ისვენებენ. ძალიან უყვართ დასვენება შრი-ლანკაში, სადაც მიზეზები არის ფაქტობრივად ანალოგიური, როგორც იყო მიანმარის შემთხვევაშიც. ამ ქვეყანაში, როგორც ხედავთ, ოფიციალური სახელმწიფო დასვენების დღე არის 25, რომელსაც ემატება 104 შაბათ-კვირა, რომელიც წლის განმავლობაში გროვდება და საშუალოდ ვიღებთ 129 დღეს, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია დამეთანხმებით. ამ ქვეყანაში ცხოვრობს, როგორც ხედავთ, დაახლოებით 21.5 მილიონი ადამიანი და ეს ქვეყანა ერთი იმითი გამოირჩევა, რომ აქ არაერთი რელიგია არის თავმოყრილი და სახელმწიფო ძალიან ბევრს არ ფიქრობს ამ რელიგიებზე და მარტივად ყველა რელიგიის დასვენების დღეებს აღიარებს. ხოლო რელიგიებს რაც შეეხება, აქ შეხვდებით ბუდიზმს,
ჰინდუიზმს, ისლამს და ასევე ქრისტიანობასაც, შესაბამისად ყველა რელიგიას თავისი დღესასწაულები აქვს და ეს დღესასწაულები საბოლოო ჯამში ქვეყანაში აღენიშნება როგორც ლოკალურ დონეზე, ანუ შტატების მიხედვით და ქალაქების მიხედვით, ასევე თავად ეროვნულ დონეზეც კი, ამიტომაც ხედავთ 25 დასვენების დღეს. ასევე მიანმარის გავსად აქაც მიყვებიან მთვარის კალენდარს და წელიწადში 12 დღე არის ისეთი, როდესაც ისინი ისვენებენ სავსე მთვარის დროს, ამას უწოდებენ პოიას დღეს და ამ დროს ქვეყანაში ზეიმობენ კიდეც მთვარის სავსე მთვარეობას. ასევე უნდა ითქვას ის, რომ შრი-ლანკას კულტურა არის ოჯახზე დაფუძნებული, აქ არის ახლობლებისა და კომუნის ძალიან ძლიერი აღქმა და როგორც წესი ეს ადამიანები ამ 25 ოფიციალურ დასვენების დღეს მარტოობაში არ ატარებენ, ისევე როგორც მაგალითად ევროპელები და ამერიკელები, არამედ პირიქით ისინი ოჯახთან ერთად იკრიბებიან, ზეიმობენ, სხვადასხვა სახის ასე ვთქვათ ღონისძიებებს აწყობენ და საბოლოო ჯამში ვხედავთ კომუნის ერთად აღნიშვნას, რაც არის შრი-ლანკის კულტურისა და რელიგიის განუყოფელი ნაწილი და შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყნის ცხოვრების სტილი დასვენების დღეების გარეშე იქნება უბრალოდ წარმოუდგენელი, რადგანაც როდესაც შრი-ლანკას ვახსენებთ, როგორც წესი აი ესეთი პეიზაჟები გვახსენდება და ასეთი პეიზაჟები და მაგალითად მუდმივი მუშაობა, ისეთი როგორიც არის Wall-Street-ზე, არის უბრალოდ წარმოუდგენელი, შესაბამისად ასეთ ბუნებას უხდება. დასვენებები, ამიტომაც ხედავთ ამ ქვეყანაში აი ამდენ დასვენების დღეს. რაც არ უნდა უცნაური იყოს, შრი-ლანკის და მიანმარის შემდეგ ამ რეიტინგში ხვდებით ერთ ძალიან საინტერესო ევროპულ სახელმწიფოს, გარკვეულწილად სახელმწიფოს, რომელიც არის ლიხტენშტაინი. ეს არის ძალიან მცირე სახელმწიფო, სადაც სულ ცხოვრობს 40,000 ადამიანი. ეს ცხადი არის ევროპაში, შვეიცარიის გვერდზე. მოსახლეობა, როგორც გითხარით, ძალიან მწირია და ცხადია ეკონომიკა ძალიან მწირია, რომელიც 7 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ტოლია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მთლიანში და პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე არის კოლოსალური და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პლანეტაზე, ლამის 188,000 ამერიკული დოლარი, რაც ნიშნავს, რომ ლიხტენშტაინში ძალიან კარგად ცხოვრობენ რეალურად ეს 40,000 ადამიანი, ისინი ღარიბები არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა ცხადია იქ ფიზიკურად არ არის, ეს ძირითადად იქ რეგისტრირებული ბანკების, კომპანიების და სხვა ტიპის ორგანიზაციების საკუთრებაში არის. ლიხტენშტაინი არის ღრმად კათოლიკური ქვეყანა, თითქმის ყველა იქ არის კათოლიკე და ცხადია რელიგიურობა არის როგორც წესი ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ამა თუ იმ ქვეყანაში ძალიან ბევრს ისვენებენ, მათ შორის საქართველოშიც ბევრი დღესასწაული არის სწორედ რელიგიასთან დაკავშირებული, რადგან ღრმად რელიგიური ქვეყანა არის აგრეთვე საქართველო, როგორც ნებისმიერი ზემოხსენებული და აგრეთვე ლიხტენშტაინი, რომელიც ამ რეიტინგში მოხვდა. ამასთანავე ლიხტენშტაინი არის საკონსტიტუციო მონარქია, შესაბამისად სამეფო ოჯახთან არის აქ ძალიან ბევრი დაკავშირებული დღესასწაული. ადრე სხვა შორის არსებობდა ასეთი დღე, რომელსაც ერქვა უფლისწულის დაბადების დღე, ანუ როცა უფლისწულს ლიხტენშტაინს ჰქონდა რეალურად დაბადების დღე და ეს იყო ცალკე დღესასწაული, რომელსაც მთელი ქვეყანა ზეიმობდა. მოგვიანებით ეს ეროვნულ დღეს შეუთავსეს და შესაბამისად უკვე დღეს არის ეს ერთი დღე, მაგრამ იყო წლები, როცა აი ამ ტიპის მონარქიულ დღესასწაულებსაც ზეიმობდნენ. აგრეთვე ძალიან საინტერესო დეტალი ის არის, რომ ლიხტენშტაინი ადგილ მდებარეობის გარდა შვეიცარიასთან კულტურულ დეტალებს იზიარებს ძალიან ბევრს და ძალიან ბევრი დღესასწაული, რომელიც ლიხტენშტაინში აღენიშნება, ასევე აღენიშნება შვეიცარიაში, მაგრამ შვეიცარიელები ცხადია ნაკლებს ისვენებენ გაცილებით, რადგან ისინი სხვანაირი ტიპის ხალხი არიან, ხოლო დღესასწაულები შეიძლება იყოს იგივე, მაგრამ პირობითად თუ კი შვეიცარიაში ერთი დღე სჭირდება რაღაც აღნიშნოს, ხშირად არის შემთხვევა, რომ ლიხტენშტაინში იგივე დღესასწაულს 2 ან 3 დღის განმავლობაში აღნიშნავენ. ესეთი თავისებურება არის ევროპაშიც კი. თუკი ლიხტენშტაინი არის პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი სახელმწიფო ერთსულ მოსახლეზე, იგივეს ვერ ვიტყვით მორი სახელმწიფოზე, რომელსაც ეწოდება ბანგლადეში და სადაც როგორც ხედავთ, მშპ ერთსულზე შეადგენს სულ რაღაც $2,700, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ამ ქვეყანაში არის 126 დასვენების დღე და ამ ქვეყანაში ცხოვრობს როგორც ხედავთ 174 მილიონი ადამიანი დაახლოებით, რაც მცირე მაჩვენებელი ნამდვილად არ არის და ამ მოსახლეობის 90% არის ისლამის მიმდევარი, შესაბამისად ქვეყანაში აღნიშნავენ ყველა ძირითად ისლამურ დღესასწაულს. ასევე ამ ქვეყანაში აქვთ ცალკე ენის დღე, დამოუკიდებლობის დღე, ეროვნული გამარჯვების დღე და რამდენიმე გლოვის დღე ტრაგედიების მიხედვით, რაც საბოლოო ჯამში ზრდის დასვენების დღეების რაოდენობას. ასევე ამ ქვეყანაში ბენგალურ ახალ წელსაც აღნიშნავენ, რომელიც 14 აპრილს აღინიშნება, რაც დამატებით კიდევ რამდენიმე დასვენების დღის შექმნას იწვევს და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმას, რომ ქვეყანა 126 დღის განმავლობაში ისვენებს და ამავდროულად ბანგლადეში არის ძალიან ძლიერი ოჯახური იდენტობა, შესაბამისად ეს ადამიანები როგორც წესი დასვენების დღეებს ატარებენ ერთად. ბანგლადეშთან უნდა გადავინაცვლოთ კამბოჯაში, რომელიც კიდევ ერთი საინტერესო სახელმწიფოა, სადაც აგრეთვე ძალიან ბევრს ისვენებენ, უფრო კონკრეტულად წლის განმავლობაში 125 დღის განმავლობაში. კამბოჯას მთლიანში და პროდუქტი დაახლოებით 50 მილიარდი დოლარია და ეს ქვეყანა არ არის დიდად გამორჩეული სიმდიდრით, ჯამში 17 მილიონზე მეტი ცხოვრობს აქ. ამ 17 მილიონი ადამიანის უდიდესი ნაწილი არის ბუდისტი, ისევე როგორც მაგალითად შრი-ლანკის ან მიანმარის შემთხვევაში და ცხადია ბუდიზმს
საქმეებთან დაკავშირებული დღესასწაულები აქაც აღინიშნება, მაგრამ ამასთანავე კამბოჯა არის კონსტიტუციური მონარქია, ანუ აღინიშნება აგრეთვე ამ ქვეყანაში მეფის დაბადების დღე, ასევე ტახტზე ასვლის დღე და სხვა შორის ძალიან საინტერესო არის მეფის მამის დაბადების დღეს კი აღინიშნება ამ ქვეყანაში, ასე რომ ამ ტიპის დღესასწაულებს თუ აღნიშნავთ, ცხადია მივიღებთ საბოლოო ჯამში სწორედ 21 დღესასწაულს, რომელთაც აგრეთვე ემატებათ სახელმწიფო დღესასწაულები და ვიღებთ იმას, რომ მოკლედ ძალიან ბევრი დღის განმავლობაში ისვენებენ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი დეტალი ის არის, რომ აგრეთვე აქ იმართება ძალიან ხშირად ბუდისტური ფესტივალები, რაც ნიშნავს იმას, რომ შეიძლება სტატისტიკურად ერთი დღე იყოს დასვენების დღე, რეალურად ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება 2 კვირის განმავლობაში ისვენებდნენ ადამიანები, რადგან ფესტივალის ყოველი დღე მოითხოვს კონკრეტულ რელიგიურ საქმიანობას ადამიანისგან და ისინი სამსახურებში შორდებიან და მოკლედ მიდიან ტაძრებში და აკეთებენ შესაბამის რიტუალებს. აი ესეთი ქვეყანა არის კამბოჯა და ასეთი იყო დღევანდელი რეიტინგები. ჩვენ წარმოგიდგინეთ ქვეყნები, სადაც ყველაზე მეც ისვენებენ. ამ რეიტინგში 10-ში არის მათ შორის საქართველოზე და სხვა ქვეყნებზე და სხვა რეიტინგებზე ჩვენ საქმიან საღამოში რეიტინგების ფორმატში კიდევ არაერთხელ მოგიყვებით, ოღონდ შემდეგ გადაცემებში. დღევანდელი გადაცემა კი ამით არის დასრულებული. წინ გელოდება თელერე გელანტიას ავტორო გადაცემა. წერტილი ჩვენ კი ხვალამდე გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე. საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი.